გამარჯობა, მათი აბესაძე, იკანო. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ იკანო დღეს იმ ეტაპზეა, რომ მასზე როგორც წარმატებულ ბიზნეს კეისზე ვისაუბროთ, მაგრამ ვთვლი, რომ იკანო ნათელი მაგალითია იმისა, რომ ახალ თაობას სჭირდება მათზე კონკრეტულად მორგებული და მათთვის კონკრეტულად შექმნილი პროდუქტი. დღეს მხოლოდ იკანოს ისტორიას, შექმნის ისტორიას და ჩემს იკანოსთან თანაცხოვრების ერთ წელიწადზე მოგიყვებით. მესამე კურსზე ვიყავით, როდესაც ჩვენს ლექტორთან ნიკოლოზ მარკოზაშვილთან მივიდნენ თხოვნით, რომ სამი ენტერპრენიორული სულისკვეთების მქონე ადამიანი მოეძებნა დამწყები რაღაც პატარა ჰობისთვის. ნიკოლოზ მარკოზაშვილმა სამი აარჩია, ესე მოხდით ჩვენ კომპანია მეგობრების მარანში. 15 მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც თავისი სიამოვნებისთვის, გატაცებისთვის, ჰობისთვის აწარმოებდნენ ღვინოს, თავისთვის და თავის მეგობრებისთვის. და იდეა ჰქონდათ, რადგანაც ისინი 15-ვე მათგანი იყო სხვადასხვა ქვეყნის Ernst & Young-ის მენეჯინგ პარტნიორები, მათი ხასიათიდან გამომდინარე, უბრალოდ უნდათ რომ დარჩენილი ღვინო გაეყიდათ და კომპანიას თავისთავად შეენახა. ამასთან ერთად პირველივე დავალება ზუსტად ეს იყო რა, რომ თავი შეინახოს ბიზნესმა. ჩვენ უკვე 2 თვიანი მათთან ერთად მუშაობის შემდეგ უკვე გადავწყვეტელი გვქონდა რეალურად, რომ შეგვეძლო მათი უმტკივნეულო ინვესტიციით გვეწარმოებინა ცოტა უფრო მეტი ღვინო, ვიდრე მათ განზრახვაში ჰქონდათ. ესე 2014 წელს ჩვენ ავაშენეთ ქარხანა, რომელსაც შეეძლო ეწარმოებინა 400,000 ბოთლი. ამის ნამდვილად წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ამდენი შეიძლებოდა უბრალოდ მათ ეწარმოებინათ. ჩვენ კი გამოწვევის წინაშე დავდექით, რომ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, რასაც ვაწარმოებდით უბრალოდ ამ ქარხანაში. რა მოცემულობა გქონდა, ბიზნეს მოცემულობა ჩვენი რა იყო? გვყავდა 15 პარტნიორი, რომელსაც მუდმივად არ უნდოდა ამ ყველაფერში ინვესტიციის კეთება და პირველივე დავალება, რაც მათგან მივიღეთ, იყო ის, რომ თქვენი პროდუქტი პირველივე წელს უნდა გაიყიდოს და მივიღოთ შემოსავალი. მეორე მოცემულობა ვიყავით 4 ადამიანი, 4-ვეს არაფერი არ გვესმოდა აბსოლუტურად ღვინის შესახებ. გქონდა ქარხანა, რომელსაც შეეძლო ეწარმოებინა 500,000 ბოთლი და ყავდა ძალიან კარგი მეღვინე, რომელსაც შეეძლო კარგი საფერავის წარმოება. ამავდროულად გქონდა ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაში, კარგი საფერავის საწარმოებლად, მაგრამ ძალიან არ გვინდოდა რომ გვეწარმოებინა მორიგი საფერავი, რომელსაც რაღაც ქვეყანაში ვიღაცას მივყიდდით უბრალოდ. ასე რომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შეზღუდული რესურსით მიგვეყო გამოწვევა და გვეწარმოებინა ისეთი რაღაც, რაც ვინმეში რაღაც ემოციას მაინც აღძრავდა. და უბრალოდ შევხედეთ ჩვენ თავს. ჩვენი შეზღუდული რესურსით ვერაფერს ისეც ვერ ვაწარმოებდით, რაც შეგვეძლო, რომ გარე მომხმარებელთან გაგვეკეთებინა კომუნიკაცია უბრალოდ. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში გვეპოვა გამოსავალი. პირველი რაღაც, რაც გავაკეთეთ, იყო, რომ ჩავატარეთ კვლევა. და ამ კვლევამ ყველაზე ნათლად გამოკვეთა, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდით ღვინო რა არის. არავინ არაფერი არ იცოდა ღვინო რა არის. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წლის განმავლობაში მოიხმარება 66 მილიონი ლიტრი და მხოლოდ 2 მილიონი ბოთლი იყიდება. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც წარმატებას მივაღწიოთ. ოღონდ სად? და ჩავედით 66 მილიონლიტრში. ძალიან დიდი სხვაობა იყო და რა ხდებოდა, უბრალოდ ღვინო და გაგვერკვია. 66 მილიონი ლიტრი მოიხმარება კრამიტით, ფეხსაცმელით, დოქით, ვედროთი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ის 2 მილიონი ბოთლი აბსოლუტურად იგივე მომხმარებელზე მიდის, რაც 66 მილიონი ლიტრი. და ყველაზე მაგრა გამოიკვეთა ის, რომ ქვეყანაში ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს, ღვინოს საერთოდ არ სვამს. ეს არის 18-დან 34 წლამდე ადამიანები. და დავფიქრდით, რომ რატომ არ უნდათ ამ ადამიანებს, რომ იყვნენ იმ 66 მილიონ লিტრში. და გამოიკვეთა ერთი მარტივი რაღაც, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ აღარ უნდათ, რომ დალიონ მამამისის ფეხებით დაწურული ღვინო. ხო. და ასე მოხდნენ ეს ადამიანები დანარჩენ 2 მილიონ ბოთლში. 2 მილიონ ბოთლში რა ხდებოდა ახლა? ამ ადამიანებს უბრალოდ რომ მიდიოდნენ ღვინის საყიდლად, ღვინო მათთვის ან იყო ძალიან მაღლა, რომელსაც არ უნდათ უბრალოდ რომ იწვდომოდნენ, ან იყო ძალიან დაბლა, რომელიც მათთვის არ ჯდებოდა სწორ ცხოვრების სტილში. და უბრალოდ კომუნიკაციას არ იჭერდნენ ღვინოსთან. მეორე პრობლემა ძალიან დიდი, რაც მათ ჰქონდათ ღვინოსთან ურთიერთობისას, იყო ის, რომ
ღვინო სჭირდება ძალიან ბევრი განათლება, ისინი თვლიდნენ. და როდესაც თაროსთან მიდიოდნენ, ერთი კომპანია წარუდგენდა 25 სხვადასხვა ჯიშის ბევრ საფერავს ალბათ რა. საფერავი ერთი არის. და განსხვავება იყო 5 ლარიდან 50 ლარამდე. და ვერ ხვდებოდნენ უბრალოდ რომელი ეყიდათ. იღებდნენ ძალიან მარტივ გადაწყვეტილებას, ყიდულობდნენ არახს. რაც ჩვენ უბრალოდ მაშინვე ჩამოგვიყალიბდა იყო ის, რომ თუ სხვაგან არანაირი წარმატების შანსი არ გქონდა, ეს იყო ზუსტად ადგილი, სადაც პატარა წარმატების შანსი მაინც გქონდა. და ვიცოდით, უბრალოდ გძნობდით, რომ აქ ჩვენ თავზე ვლაპარაკობთ. ანუ ჩვენ ვიყავით ზუსტად ის სეგმენტი, რომელიც ღვინოს არ სვავდა. და ჩამოვიყალიბეთ სამი სიტყვა. ანუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ბრენდი? ეს არის მარტივი, უშუალო და განსხვავებული. და ეს სამი სიტყვა ჩავიხვიეთ. ბოლომდე, რომ აი ამის მიხედვით აგვეგო მთლიანად ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენი ბრენდის შესახებ. პირველი რაღაცა, რაშიც ვეძებდით ამ სამ პუნქტს, იყო სითხე. ანუ როგორი სითხე უნდა გვეწარმოებინა რეალურად. და აქ გამოიკვეთა ესეთი რაღაც, კუპაჟი, რამაც განგვათავისუფლა, საფერავი განთავისუფლა საფერავობისგან, მარტივად, განსხვავებული სითხე მოგცა და სითხე რაც მთავარია მოგცა მარტივი, რბილი და ყოველდღიურად დასალევი. არანაირი ბარიერი მოუხსნა უბრალოდ მომხმარებელს მისი მოხმარების. ამასთან ერთად მივხვდით, რომ 25 სხვადასხვა ბოთლის ღვინო არ უნდა გვეწარმოებინა, უნდა გვეწარმოებინა ცოტა, მაგრამ რამდენი იყო ეს ცოტა? განსაზღვრეთ კატეგორია, რომელიც გამოიკვეთა, რომ უნდა ყოფილიყო 4, 2 მშრალი, 2 ნახევრად თბილი ფერების მიხედვით და ყველას გავუკეთეთ თავისი ფერი. რომ უბრალოდ მომხმარებელს ძალიან მარტივად იპოვა თავისი კონკრეტული ხასიათი ამ ღვინოებში. ამის შემდეგ უკვე გადავედით იგივე მოცემულობიდან სად უნდა პროდუქტში კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რაც იყო ის რომ თვითონ მოხმარების წესი უნდა ყოფილიყო ძალიან მარტივი. მარტივად უნდა გახსნილიყო, მარტივად არჩეულიყო და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე ვფიქრობდით სად უნდა გაყიდულიყო უბრალოდ ეს ჩვენი ღვინო. და ამოვედით ამოსავალი წერტილი ჩვენთვის იყო ის რომ ეს ღვინო უნდა გაყიდულიყო იქ სადაც ღვინო აქამდე არ იყიდება. ანუ ადგილებში სადაც ახალგაზრდები საერთოდ არ ელოდებიან რომ ღვინო დახვდებათ და ხვდებათ სხვა ჩვენი ბრენდი. და ამასთან ერთად რა უნდა ყოფილიყო ფასი უნდა ყოფილიყო ერთნაირი, რომ მომხმარებელს ჯიბეზე არ ეფიქრა და როგორ უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია. აქ მოდის ჩვენი სიტყვა უშუალო, სადაც ყველა ქართული ღვინო თუ ელაპარაკება სადღაც ჰაერში ღმერთს, ჩვენ უნდა გველაპარაკა ჩვენ მომხმარებელთან და ჩვენ მომხმარებელთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყავით, რითიც ის მიხვდებოდა, რომ იგანას ზუსტად ისეთივე ცხოვრების სტილი აქვს, როგორიც თვითონ მას. შეიქმნა 4 ცალი აი ესეთი იკანო, რომელიც იმდენად აჟიტირებულები ვიყავით უბრალოდ, რომ ძალიან მაგარი პროდუქტი შევქმნით ჩვენი თავებისთვის პირველ რიგში. რომ მიურბოდით უკვე პარტნიორებთან, რომ ეს ყველაფერი მოგვეყოლა. და ამავდროულად ვაცნობიერებდით ერთ მარტივ რამეს, რომ 15 ადამიანისთვის, რომლისთვისაც დღევანდელი კვერცხი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ხვალინდელი ქათამი, ვეუბნებოდით, რომ ხვალინდელი ქათამი, ოღონდ ძალიან მაგარი ტიპის ქათამი უნდა გვეწარმოებინა. და ამის შემდეგ რეალურად, მაგრამ ამასთან ერთად ჰქონდა მოცემულობა. ვაკმაყოფილებდით ყველა ბიზნეს მოცემულობას, რომელიც მათ დაგვისვეს. ჩვენი პროდუქტი პირველივე წელს გაიყიდებოდა და შემოსავალს მოიტანდა. ჩვენ ქმნიდით ბიზნეს кейს, რომლის შედეგადაც შეგვეძლო ჩამოგვეყალიბებინა ახალი კატეგორია ქართულ ბაზარზე, ღვინის ბაზარზე და ამავდროულად შეგვეძლო რომ შეგვექმნა მომხმარებლის ახალი ქცევა, რაც ნიშნავს იმათ, რომ მათ ექნებოდათ უკვე кейსი, რასაც თავის მეგობრებს გაუზიარებდნენ და იამაყებდნენ. ეს ხო მათი მოცემულობა იყო თავიდან. და მესამე რეალურად პროდუქტის მომხმარებლები ვიყავით ჩვენ თვითონვე. ანუ ორმაგი მოტივაციით მოვეკიდებოდით ამ პროდუქტის წარმატებას, რაც 1-2-რად ზრდიდა უკვე შანსებს ჩვენი წარმატების. და დავიწყეთ უკვე მომხმარებელ პარტნიორებთან ამის მოყოლა, ამ ყველაფრის და პირველი 3 თვის შემდეგ ჩვენ უკვე მზად ვიყავით, რომ კომპანიიდან წავსულიყავით. და 3 თვის შემდეგ საქართველოში ჩამოდის Ernst & Young-ის გლობალ ვიცე-პრეზიდენტი, უშუალოდ 50000 ადამიანის უფროსი და გვიждდება და გვისმენს. და თუ სხვებთან იდეის დამთავრებასაც ვერ ვასწრებდით, ამ ადამიანთან უკვე რეალურად packaging-ამდე მივედით.
და არის შეფუთვა, უკვე გვაქვს შამი შეფუთვა და ეს ადამიანი გაყინული სახით უყურებს ამ შეფუთვებს. პირველი ორი სლაიდი გაყინული სახე, აბსოლუტურად არანაირი რეაქცია და ჩვენ ვთვლით, რომ უკვე ეს არის ჩვენი ბოლო შანსი. ანუ სხვა აღარავინ აღარ ყავს, ვინც შეიძლება რომ გადაწყვეტილება მიიღოს. და მესამე სლაიდი სადაც პოპიკაა. და ამ სლაიდის ყურების დროს ზუსტად ისეთივე სახე აქვს, როგორც სხვა ორ სლაიდს. ზუსტად 1 წუთის განმავლობაში ეს ადამიანი უყურებს ამ სლაიდს და გვეუბნება. Guys, it's fucking awesome. ესე შეიქმნა იკანო. რა ხდება ამის შემდეგ რეალურად რა? ჩვენ უკვე გაგვიხსნა არეალი ყველაფრის აბსოლუტურად, რომ ყველაფერი გვეკეთებინა, რაც შეგვეძლო, წავიწყეთ ძალიან ჩქარა მოძრაობა და რამდენიმე თვეში უკვე ბაზარზე გამოვედით. იმიტომ რომ კონცეპტუალური ბრენდი იყო, ყველასთან ძალიან გვიადულდებოდა ურთიერთობა. თითოეულ stakeholder-თან, მაგალითად, სააგენტოებთან, გასაყიდო ობიექტებთან და ასე შემდეგ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი იყო it's fucking awesome, ჩვენ გვქონდა ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი. მაგრამ დიდი მადლობა ყველა stakeholders, რომ ესე გაგებით მოეკიდნენ ჩვენ პროდუქტს და დაგვაფასეს და გამოყვნენ ყველგან, სადაც შეგვეძლო, რომ ჩვენ წავსულიყავთ. ამის შემდეგ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ვცურავთ დიდ ლურჯ ოკეანეში, აბსოლუტურად ყველას გარეშე და რა ხდება, რომ ჩვენი მომხმარებელი შეიქმნა კატეგორია შევქმნით 6 თვეში, იკანომ დააწყებინა ღვინის სმა იმ ადამიანებს, რომლებიც ღვინოს არასდროს არ დალევდნენ და არც სვამდნენ. იკანო იყიდება ადგილებში, სადაც ვერც გაიყიდებოდა 4GB ფესტივალზე ყიდით 300-400 ბოთლს, რაც ისეთი შედეგია, რომ არ ვიცი. და ამის შემდეგ უბრალოდ რა ნელ-ნელა მოძრაობის დროს გავაანალიზეთ ერთი რაღაც რა, რომ ჩვენი ლურჯი ოკეანე იყო პატარა აუზი. შემოფარგლული, რომლის საზღვრებიც ნელ-ნელა იზრდება. და ვცდილობთ, რომ გადავრჩეთ რამენაირად ამ პატარა ბაზარზე. დღესდღეობით ჩვენ მართლა დარწმუნებულები არ ვართ, რომ ან ის იყოს სწორი, ან დღეს რამეში მართლები ვართ. მაგრამ ერთი რაღაც შეგვიძლია თქვათ, რომ რაშიც დარწმუნებული ხარ, ის უკვე გაკეთებულია. რაშიც დარწმუნებული არ ხარ, ის სიახლეა. და მთავარია გისწორდება. დიდი მადლობა.